და ვიცი რომ ქრისტეს გზა არის 64-ის გზა და ახლა ვისაც გიდათ ბატონო იარეთ იუდაიზმის მიმართულებაში ამართლეთ ეს ყველაფერი ამართლეთ ის რომ სხვა ადამიანები არ არიან მათი საქციელი და იყავით ახლა მე არავის გაძალებთ რომ მე მომისმინოთ ერთიდე შეიძლება ერთი შეკითხვა ბიჭო ქრისტიანმა წმინდა მამებმა თქვენსო იძახია ხო რა ვიცი ეს ქრისტიანმა წმინდა მამამ აბა სახარებას ის საწინააღმდეგო თქვენ სახარების ხო და ერთი მაინტერესებს ხო აი რომელმა წმინდა მამამ თქვა ეგ ხო აი კითხვას უსვამ მეც რომ ეს მაინტერესებს გაიხარე კაცო მე კი არ გეჩხუბები მაგრამ ამ კონკრეტულ თემაზე იგენაცოლი თქვას მაინტერესებს შეიძლება თქვას მაგრამ მაინტერესებს რომელმა წმინდა მამამ თქვა ის რომ იუდაიზმის მიმდევრების 4-ის კარი არის ღია გვაინტერესებს აი მეც მაინტერესებს შალვასაც აინტერესებს და შალვა მანამდე ერთი კითხვა არის შემოსული რა როლსო ითამაშებენო ებრაელები ანუ ანტიქრისტეს მოვლენებაშიო და როგორი ფორმით ანუ რა არის დაწერილი ასე აი გამოცხადება იოანესში აპოკალიფსისში ებრაელების ცალკე გამოყოფილი როლი არ წერია არაფერი ხვდები რასაც არ წერია ასე რომ არა ასე ცალკე არ წერია ასე რომ მე უბრალოდ იმისგან მოწოდებული რომ ესენი ამათ ღმერთი ამაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე არ ჩადენილა დედამიწაზე ამაზე უფრო მძიმე ცოდვა არ ჩადენილა მოკლედ განკაცებული ღმერთი სასიკვდილოდ გაწერა თელმა ებრაელმა ხალხმა თვითონ გამცემმა იუდამაც კი მოინანია თავი ჩამოიხჩო და ამათმა გარდა სიკეთისა ხო შეიძლება და ერთხელ რამეში ოდნავ მაცხოვას რაღაცითი რაიმე ნებავი რომელისთვის მიეყენებია ხო გარდა სიკეთისა და ესე იგი შემეიხიე სტანზე კინაღამ აჯანყება არ მოაწყდეს ბიჭო ბარაბა თუ უყვარდათ ბარაბა უკვე თავისუფალია იმიტომ რომ რო იძახია ბარაბა კაიო მანქა ბარაბა თავისუფალია ამას რა უყოთო ბიჭო თქვი გაროზგე თქვი დილექში ჩააგდე რავა მაინდა მაინც უნდა მოკლავო რა დაგიშავა ამის ფასი ესე იგი სულით ბოროტი ხარ შეში აი რასაც დღეს ყვებით რომ ირანმა რა დაუშავა მოგები 26-27 სინაგოგა უშველებელი უბანია იმაში თეირანში წარმომადგენელი ყავს და მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი მიიღო დაასახლა რა დაუშავებია რას ქვია მე რაღაცას ვქმნი რას ვქმნი აი მე სერიოზულად გეუბნები რა ყველაზე უფრო უბედური ამ წუთას ძმაო ეს არის ამ წუთას ვინც არის ნიტანიახუ იმიტომ რომ მაგას უნდოდა რომ ირანის საერთოდ გაენადგურებია მე ხო გითხარი რადიოლოგიის კურსები მაქვს გავლილი თვენახევრიანი 15 კაცი ვიყავით მარტო საბჭოთა კავშირი და 400 კილოგრამი გააქტიურებული ურანი, დასხივებული პლუტონი. მით უმეტეს ეს როდესაც ცენტრაფუგები იყო, თუ იქ პროცესი მიმდინარეობდა, იქო აფეთქება მომხდარიყო და ეს ამოფრქვეულიყო. ჩერნობილი მონაგონი იქნებოდა. ჩვენ აქ საქართველოში ბედა აღარ გვყავდა. ო მე აი მე ზუსტად მაგაში არის საქმე იცი აი ამ დებილ ხალხს რომლებიც ტაშს უკრავდა ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას რა უხაროდა მე პირადად ვერ გავიგე მე ვერ ხვდები 600 ბავშვი მყავდა ჩერნობილის მე 594 გაუშვის ნაჩიტელნი ულუჩენი 40-მდე სიკვდილის გადავარჩინე ერთი ბავშვი მყავდა რომელიც ესე იგი მაგაზე სადოქტორო უკვე მზად გონდა ომი დაიწყო ერთი ბავშვი მყავდა რომელიც კილომეტრ ნახევარით იყო დაშორებული რეაქტორიდან და ერთი სუტკა ვერ გამოიყვანეს მეორე ბავშვი რო ჩამოიყვანეს იგავ აი ბოდიში მაგაზე მინდა ერთი სპეციალურად იმიტომ რომ ცალკე რო ვთქვათ შალვა არის პროფესიით ექიმი და განსაკუთრებული შეხება ქონია ამ ყველაფერთან დაკავშირებით მე მიმყავდა აფხაზეთში